საღამოშტობის ძვირფასო მაყურებლებო, დღეს 10 ნოემბერია ორშაბათი და TV36 ეთერში გიბრუნდებით ტრადიციული საღამოს ლაივებით, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს მიმოვიხილავთ და ვაკომენტებთ. დღეს სტუდიაში ვარ მე, ეკაონიანი და გიორგი ჯაუჯიძე, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. საღამოშტობის გიორგი და გამომდინარე სწორედ გიორგის პროფესიიდან ალბათ ყველაზე სწორი იქნება თუ განათლების სისტემაში მიმდინარე აქტუალური საკითხებით დავიწყებთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვას. ზოგადად ბევრია, რაც განათლების სისტემაში რეფორმების სახით არის დაანონსებული, თუმცა ერთ-ერთმა საკითხმა მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება, ასე ვთქვათ, ჩვენი ბაბლის, არ ვიცი, რამდენად საყოველთაო პრობლემა შეიძლება ყოფილიყო ან პრობლემა დააქმული საყოველთაოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ერთ-ერთი საინტერესო საკითხი, რომელიც წამოიჭრა, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით შეზღუდვები დაუწესოს ყველას, ვინც საჯარო სექტორში მუშაობს. ეს გულისხმობს იმასაც, რომ სიპებში, ანუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებული ადამიანებიც ამ შეზღუდვებს დაექვემდებარებიან, ასევე ისინი, ვინც მუშაობს სახელმწიფო კომპანიებში, სადაც 50%-ზე მეტ წელს ფლობს სახელმწიფო. ანუ ადამიანები, რომლებიც ასეთ დაწესებულებებში, მათ შორის საჯარო სკოლებში მუშაობენ, საჭიროებენ ხელმძღვანელის თანხმობას იმისთვის, რომ რაიმე სხვა სამსახური შეითავსო. პირველი შენი შთაბეჭდილება და რეაქცია მაინტერესებს ამაზე, როგორც სწორედ იმ მხარეს მყოფის, ვინც იცის მასწავლებლების პრობლემები კარგად, რაღაცა მიმოხილვასავით თუ გააკეთებ, რატომ არის, რომ ეს ადამიანები დასაქმებული არიან, ან შეიძლება იყვნენ სხვადასხვა სექტორში, ზოგადად რა ხდება ამ სფეროში, ეს რომ აუხსნათ მაყურებელს, ვინც ნაკლებად არის ინფორმირებული ამ საკითხებზე და შემდეგ განვიხილოთ, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ასეთ საკანონმდებლო ცვლილებას თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე და რა გველის შემდეგ. პირველ რიგში მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, საღამოშიდობისა მეგობრებო და მართლაც ეხება ეს სფერო არა მხოლოდ ჩვენს წრეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სკოლასთან, ზოგადად განათლებასთან ბევრ ადამიანს აქვს შეხედა. ოჯახის წევრი არ არის ალბათ საქართველოში, რომ არ იყოს უშუალოდ ჩართული თუ შვილი, თუ სტუდენტი და ასე შემდეგ. ხო, არაფერს ვამბობ თვითონ დასაქმებულ ადამიანებს. საერთოდ ეს პედაგოგიური საქმიანობა ერთ-ერთი ისეთი სფერო იყო, რისი უფლებაც ჰქონდა მე მგონი ყველა, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც, ხო? პარლამენტარებს, ხო, რაღაც ინტერესთა კონფლიქტი, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო. როდესაც იყო შეზღუდვები ამა თუ იმ თანამდებობის ადამიანებისთვის, გამონაკლის სფეროს წარმოადგენდა პედაგოგიური საქმიანობა, რომ შეეძლოთ და მართლაც ვიცით ჩვენ პრემიერები, მინისტრები, რომლებიც ლექციებს კითხულობენ და ასე შემდეგ. ასეთი წესრიგის გამო. რაც არ ვამბობ არც ცუდს, არც კარგს, ასეთი წესია მოკლედ დღემდე ჩვენში. მაგრამ უკვე დღეს თუ ამ თვიდან რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა თვითონ მასწავლებლების საკითხი, რომ მასწავლებელი, რომელიც მუშაობს ერთ სკოლაში, სხვაგან ანუ იგივე პედაგოგიური საქმიანობის შესრულება რამდენად შეუძლია. აქ თითქოს მე ამბობენ, რომ უბრალოდ თანხმობას მოსთხოვ, ან სთხოვ ხელმძღვანელს და ამით დიდად არაფერი იცვლება, მაგრამ თვითონ ეს ჟესტი, ხო, რაღაც ეს ფორმალური წერილისა და ვიღაცის თანხმობა იმაზე, რასაც აქამდე თანხმობა არ გჭირდება და მე მგონი ყველა დამეთანხმება, რომ მინიმუმ რო თქვა, უხერხულია და რაღაც აჩენს რაღაც განცდას, ხო, ადამიანში, რომ ესე იგი მე რომ რაღაცა ჩემ ამ სამსახურისგან თავისუფალ დროს გავაკეთო, თურმე თანხმობა მჭირდება ჩემი უფროსის, ერთი რომელიმე უფროს, ან მეორე უფროსის. და რაც მოგეხსენებათ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, როდესაც მრავალმხრივ
უფრო და უფრო იზღუდება, უფრო და უფრო რეგულირდება სხვადასხვა სფერო, რომ არ ვთქვა ახლა ის ავტორიტარიზმსა და დიქტატურასა და ასე შემდეგ, ხო, მე ხო უბრალოდ ფაქტებს ვამბობ, რომ მრავალი მიმართულებით იზღუდება, შემოდის რეგულაციები და ასე შემდეგ, ხო? და ამ პირობებში განსაკუთრებით მწვავდება ეს და აღარ არის მხოლოდ განცდა, რომ რაღაც დირექტორის კეთილინება და ასე შემდეგ. ეს ერთი. მეორე, თვითონ რამდენიმე თანამდებობას სკოლებში უშუალოდ უკვე შეეხო ეს, მაგალითად საქმის წარმოებლები არის ასეთი შტატის სკოლებში, რომლებიც სხვადასხვა საკანცელერიო საქმეს ასრულებენ და შეეძლოთ 2 სკოლაში, 3 სკოლაში ემუშავა ადამიანს დაბალი ხელფასი. საუბარია საჯარო სკოლებში, 2-3 300 ლარიან ხელფასზე ემუშავა მაგალითად 2 სკოლაში, 3 სკოლაში და ასე ვთქვათ ასე თუ ისე კმაყოფილი იყო. და ამათაც შეეზღუდათ, რომ რადგან ერთ სკოლაში ასრულებს რაღაც საქმეს და აღარ შეუძლია იმუშაოს მესამე სკოლაში და ასე შემდეგ. ასე აცნობეს ყოველ შემთხვევაში და საბოლოოდ როგორ დარეგულირდება ეს არ ვიცი. მოკლედ გარკვეული რაღაც ისეთი არ ვიცი წნეხი ვთქვა თუ არა ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი, ესე იგი რიგითი მასწავლებელი, რომელსაც რაღაც სხვა საქმე პირობითად ან მეორე სკოლაში, ან თუნდაც იგივე საგანმანათლებლო რაღაც დაწესებულებაში მუშაობს, ან რაღაც საქმით არის დაკავებული, საიდანაც იღებს ანაზღაურებას, ამაზე თანხმობა უნდა მიიღოს, ესე იგი სკოლის დირექტორიდან, ან სამსახურის უფროსისგან და ეს მომენტი ნამდვილად აჩენს ასეთ განცდას, რაც არ უნდა დაგვამშვიდონ კიდევ მეორე ვთქვათ გადაწყვეტილების მიმღებებმა, ხო? და ასევე შემოვიდა კიდევ ერთი თემა, გავცელდა ეს მასწავლებლებს შორის, ეგრეთ წოდებული რეპეტიტორული საქმიანობის შეზღუდვა და დარეგულირება და რომ ამ სფეროსაც შეიძლება რაღაც ან თითი დაუქნიონ, ან რაღაც თანხმობა არ მისცეს, მაგალითად და ადამიანებს მოუწიოთ მერე ჩუმა და ან რაღაც იატაკქვეშეთში რაღაც სწავლებაზე ვლაპარაკობთ, ხო, ბავშვებთან ურთიერთობაზე, ამის შესრულება, რაც ასევე საოცრად რაღაც არაჯანსაღ, ტყუილზე დაფუძნებულ, ხო, რა ფორმალობასთან დაკავშირებულ საქმიანობებს აიძულებს მერე ამ ადამიანს. და კიდევ მინდა ერთი გამოვეხმაურო, აი როგორ ფიქრობ, შენს მაინტერესებს მასწავლებელი, მოკლედ ეთიკის კოდექსი გვაქვს მასწავლებლებს. ჯერ კიდევ შაშკინმა დაამტკიცა ეს მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი, ასე ქვია და მაგრამ ცუდი რამეები კი არ წერია ერთი შეხედვით რომ თქვა, მაგრამ ერთ-ერთი წერია ის, რომ მასწავლებელი შაშკინზე მქონდა რეაქცია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცუდ მინისტრად ითვლება სამართლიანადაც განათლების სისტემის. მასე არ ვფიქრობ მე შაშკინის როგორც ասეთი და რაღაც ყველაფერზე რომ ხელს შევაწმენთ თხოვნა. მარტო მისი დამსახურება არ იყო, ანუ ნამდვილად. მაგრამ უბრალოდ ფაქტობრივად ვამბობ, რომ მის ხელმოწერა აზის ამ დოკუმენტს ყოველ შემთხვევაში და სხვათა შორის წერია, რომ მასწავლებელმა არ უნდა ამეცადინოს ფულის სანაცვლოდ, ხო? საკუთარი მოსწავლე, რეპეტიტორი არ შეიძლება მასწავლებელს ყავდეს თავისი მოსწავლე. რაც ასევე რაღაც კომიკური სიტუაცია, თავი რომ დავანებოთ, რომ ამ წინადადების თქმელი და დამნერგავი არის ესე იგი მორალური ადამიანი, მაღალ საფეხურზე დგას რაღაც და მე თუ ჩემი საკუთარი მოსწავლე, სკოლის მოსწავლე ვამეცადინე და ამაში ფული გამოვართვი, მე ვიქნები ესე იგი ამორალური მათი გადასახედიდან. ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ კომიკურია მეთქი. და ამის დევნა იწვევს მერე უფრო მახინჯ ფორმებს, მაგალითად ერთი ვთქვით უკვე დამალვა, ხო, ანუ ესე იგი ბავშვიც მატყუარა გამოყავს, მასწავლებელიც, მშობელიც, რომ ვიღაცას ვემალებით და ჩვენ თითქოს რაღაც ამორალობას ჩავდივართ. კი არ მეცადინეობთ, სხვა რაღაცას ვაკეთებთ. ესე იგი უნდა დავიმალოთ ამის ერთი ეს და მეორე ასევე ერთ-ერთი
ჩემთვის არც თუ სასიამოვნო პრაქტიკა იყო მოსავლეთა გაცვლები. არ რამდენად გაგიგონია, მაგალითად არის სკოლაში ხო ორი მასწავლებელი და თუ ვინმე აკონტროლებს ამას რომ შენი მოსავლე არ ყავდეს და მომეცი 4 მოსავლე მოგცემ 3 შეგივსებ 3 და ასე შემდეგ. რაც ასევე რაღაც და პრობლემა ნახე რა არის რომ ყოველთვის თუ კი ადამიანი მოინდომებს იპოვის გვერდის ავლის გზას აუცილებლად. ნახე ჩვენ რომ მართლა აი ცოდნაზე ვლაპარაკობდეთ ახლა რაც ვილაპარაკეთ ჩვენ ვილაპარაკეთ სინამდვილეში ფორმალურად ცოდნით შენიღბულ რაღაც ინსტიტუციაზე გესმის? ჩვენ ახლა ცოდნაზე ვლაპარაკობდეთ მართლა რომ აი მე ვიცი რაღაცა და გინდა რომ შვილს ვასწავლო ხო? რას ქვია მისი მასწავლებელი თუ კი დაინახე რომ ესე იგი შემიძლია რამე ბავშვს მოსწონს იგებს კმაყოფილია და ასე შემდეგ რა თქმა უნდა მომიყვან კიდეც ბავშვს და ფულსაც გადამიხდი ამაში ხო უკეთესი რაში უნდა ან მე რა გზით უნდა ვიშო უფრო ფული ხო მაგრამ სინამდვილეში ეს არის ფსევდოცოდნა ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ამაზე და ჩვენ ტელევიზიიდან ისმის ხოლმე ეს არის რაღაც ფსევდოცოდნა აღარ ჩაუღრმავდები რა ამას არათუ ცოდნა არ არის არამედ ცოდნის შემაძულებელი პროცედურებია ეს ყველაფერი და შესაბამისად მე გვიწევს რაღაცა რეგულაციების მოგონება რომ თითქოს უფრო კარგად გამოვიდეს ამ გამოუსვლელი საქმიდან რაღაც შედეგი მივიღოთ და ასე შემდეგ და ესე იგი ერთი მხრივ ვაწვალებთ ერთმანეთს და მეორე მხრივ რაც ასე არ არის მთლად უმნიშვნელო, ამაში ფულს ხარჯავთ, პატიოსანი ჩვენი ადამიანების, მოქალაქეების ფული იხარჯება ამაში და ხან ასე გადავაკეთებთ, კიდევ მეორე გამოუსვლელ საქმეს, ხან ისე გადავაკეთებთ, როდესაც სინამდვილეში სულ სხვა რამე როცა არის გასაკეთებელი და თუ აი საღაზრზე მყოფი ადამიანი შეხედავს, წინასწარ ეტყვის რომ არა დაანებეთ ამას თავი, სხვანაირად ხო, ეხლა თუ რეპეტიტორების საქმიანობაში რაიმე არაეთიკური არის სწორედ აი ეს რაღაცა ფსევდო ცოდნის გადაცემის პროცესად შენიღბვა იმის, რაც ემსახურება ფულის გაკეთების მიზანს არაკეთილსინდისიერად. ანუ უფრო რაღაც გასაგებად რო ახსნა, თუ თქვათ მასწავლებელი არის ისეთი და ასეთებიც არიან ყველა შეხვედრია ახლა ვიცი არიან თუ არა ჩემ ბავშვობაში ნამდვილად იყვნენ ვინც რაღაცა ჯინაზე ჩაგრავს ბავშვს რომ მე ეს ბავშვი მოამზადონ მასთან და გააკეთოს ფული ამის პრეცედენტები იყო უბრალოდ ამან რამდენად აღმოფხრო ასეთმა რეგულაციამ აგერ თუ კი მოიგონეს ბავშვების გაცვლა ან თუ კი ამას საერთოდ დამალავენ და ვერავინ ვერ გაიგებს და ეს ყოველთვის შესაძლებელია ბოლოს და ბოლოს დღეს ახლა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი მასწავლებელმა ამეცადინოს ბავშვი ისე რომ საერთოდ იმის კარში არ იყოს შენასვლელი ხო ვერც კი გამოიჯერა ან საერთოდ არ ამეცადინოს და ფული ისე გამოსცალოს თუ ეს არის მისი მიზანი ამას სხვა ფორმით უნდა ვებრძოლოთ ხო პირველ რიგში მშობელმა უნდა ებრძოლოს და ნახე რაღაც ის ინკოგნიტოთ ამეცადინოს მე რა ვიცოდი ვინ იყო ამეცადინებდი და ხო ნახე ეგი კარგი უბრალოდ კარგი არა არა გამოსავალს ყოველთვის იპოვის ადამიანი თუ უნდა გვერდის ავლა ამიტომ კანონის მიზანი უნდა იყოს მართლა რაღაცა თუ იმ უკიდურეს შემთხვევაში ჩარევა როდესაც რაღაცა მიზანი ნამდვილად მიღწევადია თორე თუ 5%-ს მიაღწევ მხოლოდ 100%-დან ამისთვის ხო შეიძლება დანარჩენი ყველა კეთილსინდისიერი ადამიანი შეზღუდო არა პროპორციულად. ერთ-ერთი არგუმენტი სხვათა შორის ამ ეთიკის მომხრეთა არის ის, რომ საკუთარ მოსწავლესთან თუ რაღაც ფინანსური ურთიერთობა გაქვსო, ანუ პირდაპირ გზით ფინანსური ურთიერთობა, თორემ სინამდვილეში მე რომ ბავშვებს საჯარო სკოლაში გაკვეთილს ვუტარებ, რა თქმა უნდა, იმაში ფულს ღებულობ. მე მინდა იცოდეს ბავშვებმაც მათ შორის ყველამ რომ მე ანგელოზი არ ვარ რომ იქ რაღაცა მათი განათლებისთვის ასე ვთქვათ დავდივარ რაღაცა ათეულობით კილომეტრს რომ უანგაროდ ხელფასის გარეშე ვასწავლო მათ ვიღებ ამაში ფულს და მათ შორის ეს მათი ფული არის ეს ვინ ის არ მიხდის მე პრემიერ-მინისტრი არ მიხდის თავის ჯიბიდან ფულს ეს არის ჩვენი ადამიანების ჯიბიდან ამოღებული ფული
ანუ არა პირდაპირ მე მამაში ფულს ღებულობ და ფულის აღებაში ცუდი არაფერი არ არის და არც რეპეტიტორობით ფულის აღებაში არის ცუდი და რასაც ამბობენ იმას რომ აი მე თუ რეპეტიტორი არის ვარ მე თან ჩემი მოსავლის ამავდროულად სკოლის მოსავლის მე იმას უფრო სხვანაირად მოვექცევი ვიდრე სხვა არა ასე ვთქვათ არა კერძოდ დაკავშირებულ მოსავლს ეს სხვა რიგის თემა სხვა რიგის საკითხია მაშინ მე არა პედაგოგი ამორალური ადამიანი ყოფილი ვარ რო ახლა და ამაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ რეაქცია ბავშვებს სამართლობის რეპეტიტორობა სხვანაირად უნდა მივხედოთ მაშინ თუ გვინდა სკოლაში გარკვეული რაღაც ატმოსფერო კულტურა იყოს მაშინ ასეთი ადამიანები საერთოდ შეიძლება არ იყვნენ რეპეტიტორები და სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ მათ ხო ჩვეულებრივი მასწავლებლები და სხვადასხვანაირად ექცევა ბავშვს რა უნდა ამას რეპეტიტორობა თქვათ ხო რამდენი შეცდომა გვინახავს მასწავლებლის მხრიდან რა თუნდაც ამ მიმართულებით და ეს სხვა რიგის საკითხია მეთქი იმის თქმა მინდა ხო თორემ რა შუაშია თუმცა ახლა ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას შემდეგ რაც ამ რეპეტიტორობის აკრძალვაზე გაკეთა ამხელა აქცენტი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, როდი ეს შეზღუდებოდათ მასწავლებლებსაც არის მათი დამატებითი შემოსავლის ხშირ შემთხვევაში ერთადერთი წყარო, განათლების მინისტრის მოადგილემ გააკეთა ამაზე კომენტარი და გავრცელდა ეს განცხადება, რომ არა, ჩვენ რეპეტიტორობას ვერ ვარეგულირებთ, ეს არ არის განათლების სამინისტროს რეგულირების სფერო საერთოდ, სრულიად სხვა ურთიერთობებია ფიზიკურ პირებსა და მასწავლებელებს შორის და ამიტომ ამაზე ეს არ გავრცელდება. ნუ გასაგებია, რომ ახლა პირველ ეტაპზე ეს დამამშვიდებლად ჟღერს მათთვის, ვისაც კონკრეტულად რეპეტიტორობის პრობლემა აწუხებს, მაგრამ აქ არის ორი საკითხი. ერთი რომ რეპეტიტორობა არ არის ერთადერთი საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს ეხება და არა მხოლოდ მასწავლებლები არიან ასევე სკოლებში, რომლებსაც შეთავსებითი საქმიანობა უწევთ, მათ შორის დამატებით შემოსავლის მისაღებად, ამიტომ რომ ისეთ სპეციალისტები არიან, რომ მათზე მოთხოვნა არის, ხო? თქვათ არის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელსაც კვირაში რაღაც რაოდენობა საათების აქვს საჯარო სკოლაში და საკვირაო, საშაბათო სკოლაში, კერძო სკოლაშიც დადის და ასწავლის, ან სხვა დღეებში ასწავლის კერძო სკოლაში, ან ასწავლის რაღაც საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც დამატებით, ასე ვთქვათ, ექსტრაკურიკულარულ კლასგარეშე სამუშაოებს ეწევიან ბავშვები დამატებითი განათლების მისაღებად. ანუ შეიძლება ამას ითავსებდეს და ამაზეც უკვე ჭირდება თანხმობა. ეს არის ერთი საკითხი. მეორე არის ის, რომ რეპეტიტორობას რომ არ არეგულირებს განათლების სამინისტრო, ეს არნიშნავს, რომ სახელმწიფო არ არეგულირებს საერთოდ, ან არ აქვს ბერკეტები საიმისოდ, რომ დაარეგულიროს. ქონდა ჩვენ არაერთხელ ამის პრეცედენტები, როდესაც სახლში კერძო დაყვანილი დამლაგებლის, რეპეტიტორის, ძიძის დაბეგრაზე იყო საუბარი და მაშინ იმხელა რეაქცია მოყვა ამას და იმდენად რთული იყო ადმინისტრირება, რომ აღერიცხათ ძიძას ვინ რამდენ ფულს უხდის, რომ ამ საკითხს შეეშვნენ. ანუ ასე ვთქვათ, დღესდღეობით ეს ამ ტიპის ურთიერთობები არის შავ ბაზარზე, ანუ გალეგალურებული, მაგრამ მე არ ვიცნობ ხა არავის ვინც ან გადასახადს იხდიდეს ძიძისთვის გადახდილი ხელფასიდან საშემოსავლოს ან რაიმე ოფიციალურ აღრიცხვას აწარმოებდეს ამაზე და თუმცა გარკვეულწილად ესეც არის შრომითი ურთიერთობა, რომელზეც თქვა თუ კი ესე ძალიან სწორხაზოვნად მივდგებით, უნდა ვრცელდებოდეს შრომის კოდექსი, რომელიც ყველა სხვა დანარჩენს A-დან H-მდე არეგულირებს, ხო? ანუ დაშვება იმისი, რომ ამაზეც თავისუფლად შეუძლია გაავრცელოს სახელმწიფოს თავისი ბერკეტები, არსებობს და ეს შესაძლებელია მაინც და მაინც რეპეტიტორები ნუ დაიმშვიდებენ თავს მინისტრის მოადგილის განცხადებით. ეს ერთი, მაგრამ ეხლა ისევ პირველ საკითხს რომ დაუბრუნდეთ. თუ კი ხელმძღვანელის თუნდაც ფორმალური თანხმობა, რომელიც შენახსენე რაღაც გარკვეული უხერხულობის გამომწვევი, ამის აუცილებლობა თუ კი არსებობს დამატებით საქმიანობის განსახორციელებლად. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ კი ეს იქნა წმინდა ფორმალური ხასიათის და არავის პრობლემა არ შეუქმნეს. სულ მინიმუმ ეს გამოიწვევს უხერხულობას, რომ შენ რაღაც უნდა შეათანხმო და საქმის კურსში ჩააყენო და ვისაც ეს გამოუცდია, ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ აი რაღაცნაირად თითქოს რაღაცას აშავებ მდგომარეობაში გაყენებს, როდესაც რამე სხვას აკეთებ და რაღაც თავი უნდა იმართლო, რომ არა მე ისე არ ვიღლები რომ ხვალ სამსახურში რომ მოვალ მე ჩემი საქმე
კარგად ვერ შევასრულო, არასაჭირო თავის მართლების რეჟიმში აყენებს ადამიანებს და მეორე, როგორც კი დადგება პირველი პრეცედენტი, რომ ვინმეს უარი უთხრეს, ეს არის უკვე ჩვეულებრივად ზეწოლის საფუძველი, რომ ყველა დანარჩენმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს თანხმობა მოიპოვოს. ამოს ხელმძღვანელს, თუნდაც ქრთამი მისცეს ხელმძღვანელს საოცრება წავიკითხე, მე პირადად ასეთ რამე მანამდე არ მსმენია, მაგრამ დღეს წავიკითხე Facebook-ზე ერთ-ერთ ამ თემაზე დაწერილი პოსტის ქვეშ, რომ მიღებული პრაქტიკაო, არ ვიცი რამდენად გავრცელებული, მაგრამ არსებული პრაქტიკაა დამატებით საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის წილის მიცემა დირექტორისთვის. ნუ ძალიან ცუდია ეს თუ ასეა და მით უმეტეს დამკვიდრებული პრაქტიკის სახე აქვს, იმედია ასე არ არის, მართლა ძალიან საშინლად ჟღერს, მაგრამ აქამდე აუცილებლად მიიყვანს თუ კი დირექტორის ფორმალური თანხმობა დასჭირდება. კარგი იდეა მიაწოდია. გვერდისავით, მაგრამ ხო, და კიდე ერთი საკითხი ნახე, შეიძლება უამრავმა ადამიანმა, როგორც არაერთი საკანონმდებლო წესი ადამიანებს, ასე ვთქვათ, კიდიათ და არ აქცევენ ყურადღებას გვერდსულიან, შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ შეატყობინოს და გვერდი აუაროს ამ კანონს და გააგრძელოს, მაგრამ როგორც კი დადგება პირველი შემთხვევა და ვიღაცას გაუპრობლემებენ, ანუ განათანხმობას არ მისცემენ, მაგრამ გაიგეს, რომ ასეთ საქმიანობას ეწეოდა, გახდება თუ არა ეს მის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. იქნება თუ არა საგვარეს მინიმუმ პირველი შეიძლება გაფრთხილების და საყდრის ეტაპებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს, რომ შენ რაღაცა დაარღვიე კანონის მოთხოვნა და შემდეგ ეტაპზე პატარა დარღვევისთვისაც ადამიანი გაათავისუფლონ სამსახურიდან და ჩემთვის გასაოცარია რომ თუ ამას ვერ ხვდებიან და ეს არ ეხება მხოლოდ მასწავლებლებს, ეს ეხება ყველას, ვინც საჯარო სექტორში მუშაობს. თუ ამას ესენი დღეს ვერ ხვდებიან, ამაზე ხმას არ იღებენ, ხვალ აუცილებლად გაცლებთ უფრო დიდ ხათაბალაში ამოყოფენ თავს და ის ადამიანები, რომლებიც გარედან შფოთავთ, არ ვართ დასაქმებული საჯარო სექტორში და გარედან მათ ნაცვლად შფოთავთ, არ ვიქნებით ნამდვილად საკმარისი რომ მათ ნაცვლად ხო, რადგან ახსენეს ხმის ამოღება ორი კუთხით შევეხოთ თავს კიდევ შაბათს გვაქვს პედაგოგების ინიციატივით აქცია დაანონსებული დავით აღმაშენებლის გამზირზე და ასე რა ვიცი ვინც გვიყურებს პედაგოგია თუ სხვა მხარდამჭერი შეუძლიათ შემოვერთდნენ ამ აქციას რომელ საათია შაბათს ამ ბევრი გვაქვს აშკარად 16 საათზე თუ სურად მახსოვს იქ სხვა შორის სკოლის გამოფენა კი სკოლის გამოფენაზე მთხოვა და მაგით ამერიკული სკოლის ხო გამოფენა გაყიდვა და ხო მეც რაღაცნაირად უნდა მოვასრო იმედია სამიდან იწყება გამოფენა ხო ხო და მოკლედ ხო არის ამოსაღები ხო ერთ-ერთი საკითხი არის ეს ამის გაპროტესტება იმიტომ რომ აი ახსენე შენ ესე იგი არ ვამბობ ახლა რაღაც ქრთამის მიცემას და ასე შემდეგ, მაგრამ ნახე ძალიან ისეთი ადამიანური ურთიერთობა არის ახლა სკოლა ისევ როგორც ნებისმიერი ინსტიტუცია არის ადამიანების რაღაცა ურთიერთობა არის იქ დამოკიდებულება არის მოსაზრებები კრიტიკული აზრი რაღაც წინააღმდეგობა და ასე შემდეგ მათ შორის ადმინისტრაციის მიმართ ხო რაღაც ჯანსაღი პროცესი წესით უნდა იყოს ხო და როდესაც მე რაღაც ერთწლიანი თანხმობა რომ მომეცი და ამ ხელას ვიკეთე გამიკეთე. ხო, თან დროში შეზღუდულია ხო მისავით და ერთჯერადად ერთი წელი. ყოველ წელს უნდა მოითხოვო თანხმობა. ხო, იმიტომ რომ ეს განელდება მე ის გრძნობა რომ მე ხო ხვდები რა. არა, ჩვეულებრივ ბერკეტია რომ ამ წელს თუ ცუდად მოიქცევე, გაისა თანხმობას აღარ მე რომ მოვედი ახლა აქ წყალი დგას, ვიცი უნდა დავლიო. ახლა შენ მომიტანო ფურცელი და ხელი მოაწევ, უნდა მოგიწერო თანხმობა რომ წყალი დალიო ახლა ხო? რა თქმა უნდა დავლინე ფორმალობა. ხო და მეორედ ხო უფრო ცოტას მოვსვა მე ან ვეცდები რომ ნეტავ კიდევ დამალევინოს და რა ვიცი რაც მოგეწონება იმას ვილაპარაკ. ან გავჩუმდები საერთოდ ხო? ხდები რომ ეს ისეთი რაღაც ეგრეთ წოდებული თვითცენზურა ხომ არის ეს ჩვენი მოგონებები კი აუცილებლად ეს მუშაობს ყველაზე რაც არ უნდა მაგარი იყო მაინც მუშაობს ერთი ეს და ხო ასევე აღარ გულისხმობ რა შეეხება დაფარვას არა თუ ნეტა გამათავისუფლონ და თავი დამანებონდაც ესე იგი თუ კი მე აღმომაჩნდება რომ მე ახლა მუშაობ რაღაცნაირად არის ჩემი სკოლა და მეორე სამსახ დამქირავებელი დაკავშირებული ერთმანეთთან ნათესაურად მაგრამ თლად
მეც ვერ გავიგე ბოლომდე, მოკლედ ერთი უფროსის სახელზე ხომ დავწერე ეს თანხმობა. და ახლა ნერვიულობ, რომ მეორე უფროსის სახელზე სხვა არ უნდა დავწერო, რამე არ შემეშალოს. ისიც თუ საჯარო სამართლიური პირია, მაშინ კი. მაგრამ კერძოც რომ იყოს, მასაც შეუძლია ასეთ პირობა კონტრაქტი ჩაგიდოს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ნებაყოფლობით იქნებოდა. შეუძლია რა კერძოც. არა სახელმწიფოს გადაწყვეტა. ხო და არა თუ გამოთავისუფლება, აი მაგალითად მაისში აღმოაჩინა ვიღაცა, რომ თანხმობა არ მაქვს მე მეორე გამათავისუფლებას არ დავეძებ მეთქი. არა, უნდა დამაბრუნებინებენ რაც მაქვს აღებული. ეს იგულისხმებაო სანქტებდა. მაგას ხომ მიჩვენია გამათავისუფლონ და დამანებონ თავით. ხო, არც თუ ხო და მე მართლა ვამბობ ის ხო იცი რომ არა საერთოდ არ არის ეს ამბავი სასაცილო მართლა რა განმარტებაც არ უნდა მისცეს განათლების სამინისტროს. მაინც რაღაცნაირად რაც არ უკავშირდება ისეთ მძაფრ ტრაგიკულ ამბებს ხოლმე ცოტა მინდა რომ ირონიით შევხედოთ ხოლმე, მაგრამ გეთანხმები ნამდვილად არ არის სასაცილო, უბრალოდ მეფემ რომ ბრძანა, რომ ყველა მოხვათ ხვალ უნდა ჩამოგახჩოთო. ქვეშებრძომებია და თოკი ჩვენ მოვიტანოთო თუ გექნებოდ. ხო და ამას ნერვიულობ, ახლა გამაგებინეთ მეორე სამსახურში უნდა და რამე არ შემეშალოს მე. პრევენციისთვის შეგიძლია ყველგან დაწერო, სადაც არ მუშაობ იქაც, ყველას ყველაფერი შევთანხმო და თავი იგრძნოს სრულფასოვან დამოუკიდებელ ადამიანად, რომელიც თავის ბედს თვითონ წყვეტს. მას მე რაც ყველა ზრდასრულ ადამიანს მოგცემს თანხმობა. ხო, ეს მოკლედ ერთ-ერთი სიმპტომია მართლა ჩვენ საზოგადოებაში ამ სიტუაციაში რაშიც ვართ. ნახეთ ნაბიჯ წნეხი ადამიანებზე. არ ეხება არც მარტო განათლებას, როგორც აღნიშნე, ხო? არც მარტო ჩვენ და სხვა მიმართულებითაც ხდება ეს საკანონმდებლო რეგულაციების შემოჭერა და თითქოს სივრცე აღარ რჩება. ანუ თუ კი რამე გამოჩნდება, მისი ამოქოლვაც უნდა. და ეს სხვა რიგის პრობლემაა, ვიდრე მაინც და მაინც ანუ უფრო ფართო პრობლემაა ვიდრე ხელისუფლების ან პარტიის თუნდაც დღევანდელი მმართველი პარტიის, იმიტომ რომ მე ხო ვატყობ ახლა პოლიტიკოსებსაც და საზოგადოებასაც რომ როგორც აი ამის წინააღმდეგ კი არ ვართ ჩვენ საზოგადოება განწყობილი აი ამ წესების და ამ მოგონილი წესრიგის წინააღმდეგ ყველას კბილები აქვს ალესილი, რომ თავისი წესები, ეგრეთ წოდებული კარგი წესები შემოიღოს და მოახვრიოს დანარჩენ საზოგადოებას თავს. სამწუხარო. კი ბატონო, ასე ნამდვილად. და ძალიან გამიხარდა თუ ასეთი პროტესტის გამოხატვის ცდელობა აქვს მასწავლებლებს. ცდელობას იმიტომ ვარქმევ, რომ მე არ ვიცი ამ ქვეყანაში უკვე რა ტიპის პროტესტ შეიძლება გქონდეს წონა. ყველანაირი ვნახეთ ჩვენ მართლა რეალური გადატრიალების და დამხობის გარდა, რაც ბოლო 1 წელს ან უკვე შეიძლება ვთქვათ 2 წლის მანძილზეც ყველანაირი მასშტაბის ამ ქვეყნისთვის მაქსიმუმი რაც შეიძლება ყოფილიყო. ყველა ტიპის პროტესტი გაიმართა, იყო პერფორმანსის ტიპის, იყო ცოტა უფრო აგრესიული ტიპის სადაც საბედნიეროდ იარაღი არა, მაგრამ თქვა ფეიერვერკები და ეს აგრესიის სიმბოლური გამოხატვა მაინც ხდებოდა და შედეგები ნახეთ რომ არანაირი ამან არ გამოიღო და სრულიად შეუვალი აღმოჩნდა ქართული ოცნება. ამიტომ ვიქნები პესიმისტი რომ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ, თუმცა რადგან მასწავლებლების კატეგორია ძალიან დიდია ამ ქვეყანაში და რადგან მათი უკმაყოფილება შეიძლება იმაზე მტკივნეული აღმოჩნდეს ხელისუფლებისთვის, რადგან მოგეხსენება მათი დიდი ნაწილი ჩართულია საარჩევნო პროცესშიც, როდესაც არჩევნები არ მართალი 3 წელიწადში იქნება უახლოესი არჩევნები, მაგრამ მაინც მანამდეც იქნება. ხო, მეც მაქვს ასეთი მოლოდინი, მაგრამ გარანტია არ არსებობს. და გეგმის მიხედვით 3 წელიწადში იქნება, ხო? 3 წელიწადში ბევრ რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ზოგადად ეს ხელისუფლება ცდილობს, რომ მასწავლებლების კეთილგანწყობა დაიმსახუროს იქ ხან რაღაცა ხელფასების მატება, რაღაცა ცოტა პატარა თითქოს ნაბიჯებს ამ მიმართულებით დგამდა და იმედი მაქვს, რომ აი ეს თუნდაც პატარა მასშტაბის აქცია
ცოტა იქნება რაღაც გამომაფხიზლებელი, არ ვიცი. ნახოთ, არ ვიცი. შანს ვტოვებ. იცი რა არის მასწავლებლებზე მიუხედავად იმისა, რომ მე მასწავლებელი ვარ, ახლა აი ამ საჯარო სკოლაში დასაქმებული მან შორის მასწავლებელი. ესე იგი როგორ ვუყურებ ამ პროფესიას? მithქვამს ხოლმე ეს ჩვენ გვილაპარაკი ამაზე. ეს ხო სრულიად მოგონილი პროფესია, დღევანდელი მასწავლებელი, განსაკუთრებით საჯარო სკოლას, ასევე კერძოს. მოკლედ, დღევანდელი პედაგოგობა არის რაღაცნაირად მოგონილი პროფესია, გამოგონილი უბრალოდ. ანუ ესე იგი გამოგონილი იმის საჭიროებით გამოგონებული კი არა. აი რაღაცა უცნაური, აი რომ წარმოიდგინო მაგალითად რომ ხვალ გაიღვიძო და თბილისის მერმა შემოიღოს ასეთი თანამდებობები ქალაქში, ადრე რო იყო თუ გახსოვს გრძელი ჯოხებით უკაკუნებდნენ ხოლმე თამჯრებზე აღვიძებდნენ ხალხს. აი ასეთი რომ შექმნას რაღაცა და სავალდებულოდ დაგიკაკუნონ. აი რაღაცა ასეთი მოგონილი პროფესია არის და ეს იციან მასწავლებლებმაც მშვენი. ანუ რადგან დამოუკიდებლობა მასწავლებელს თუ რა ასწავლოს ბავშვს აქვს მინიმუმ არც მასწავლებელს, არც მშობელს ჩვენ რას ვასწავლით ბავშვებს, რაც ბავშვს უნდა, რაც მშობელს უნდა, ან თუნდაც რაც მე მინდა, ხო რაღაცა რომ დაგვიწერეს. თან ამის ახლა ვერ გავშლით ამას, მაგრამ აბსურდული არის დავუმტკიცებ ნებისმიერ მასწავლებელსაც და დაინტერესებულ ადამიანს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და აი ასეთი აბსურდის პროფესია გვაქვს და ამაში ხელფას გვიხდიან, ფულს გვიხდიან. და შესაბამისად ამას ხვდებით. მშობელიც ხვდება, რომ 12 წელიწადი ატაროს ბავშვი, მაინც ვერ ისწავლის სამსაგანში მერე მოვამზადებ, 12 წელიწადიო და ხვდები, რომ რაღაც ასევე მოგონილი გამოცდა ვერ ჩააბაროს ბავშვი. ანუ რა უნდა აკეთო ისეთი ამ 12 წლის განმავლობაში ბავშვმა და მასწავლებელმა, რომ რაღაცა გამოცდა შენ საგანში, რასაც ასწავლი, ვერ ჩააბაროს ამ ბავშვმა. ამას ხო მოგონება უნდა. მოკლედ ეს ყველამ ვიცით და ჩვენც ვართ გაჩუმებულები. პირობითად ეს მასწავლებლები ხა შეიძლება ვიღაცა კი ბატონო და ბევრი ვიტყვი ну აი შენ ლაპარაკობ ამ ყველაფერს საჯარო და ბევრი თავს წირავს კი ასეც ვთქვათ და რაღაც უფრო მეტს აკეთებს ვთქვათ ამისთვის შეიძლება ამ ცვლილებებისთვის მაგრამ აი მთლიანობაში ამას ყველა ვხვდებით რომ ეს ჩვენ რა და თან ცხვირწინი იცი რა გვიდეებს რომ ჩვენ ვინც ვარ და ჩვენ მასწავლებელთა 80% კვალიფიციური არ ვართ იმაში რაშიც ფულს გვიხდეთ მართლა გვიდევს ეს გამოცდებს რომ გვაბარებინებენ იჭრება რომ ნახევარზე მეტი როგორც წესი იჭრება ზოგსაგანში უფრო მეტი უფრო ნაკლები არც ერთში გესმით ხო და ახლა ვიცით და რა ხელფას გვიხდიან რაღაც ახლა ერთი განცხადება დამაწერინოს რა მოხდა მე დირექტორმა არ უნდა მომწეს აბა თანხმობა და ასე შემდეგ და რაღაცნაირად ბრძნულად მოდი აი ამ სიტყვას ვიტყვი ხო იცი ხალხი ბრძენია რომ მასწავლებლებიც ბრძენი არიან ბრძნულად ვიტანთ რაღაცა მოგონილ რეგულაციებს ზოგს მორჩილად ვასრულებთ ზოგს ვატყუებთ ერთმანეთს და ასე შემდეგ ასეა სამწუხაროდ. ძალიან გადავიჭერეთ სკოლაში. კი, გადავიჭერეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო თემაა და ხოლმე არ ეხება ეს არც მხოლოდ მასწავლებლებს და არც მით უმეტეს მხოლოდ რეპეტიტორებს, უბრალოდ ზოგადი დიდი პრობლემის ერთ-ერთი პატარა თვალსაჩინოება ალბათ. რადგან ვახსენეთ პროტესტი, ისევ ალბათ უნდა დაუბრუნდეთ და ვახსენოთ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებით, რომელიც ისევ გრძელდება მიუხედავად იმ რეპრესიული კანონმდებლობისა, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს. თუმცა როგორც ხა ბოლო დღეებზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, თუ რამე არ გამორჩა, ოდნავ უფრო შემცირდა ბოლო დღეებში დაკავებული ადამიანების რაოდენობა, რადგან უფრო ნაკლები გადადისო ქუჩაზე, რაც მართლა გულწრფელად გონია, რომ კარგია, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება მოსაწონი იყოს ადამიანების თუნდაც რამდენიმე დღით ციხეში გაშვება. წასვლა რაც არ უნდა გმირობა და თავგანწირვად შევაფასოთ ეს და ასე ვთქვათ თავგანწირულ ნაბიჯად ან მამაც საქციელად რაც ასევე გულწრფელად ფიქრობ რომ ნამდვილად არის იმიტომ რომ ჩემთვის წარმოუდგენელია ციხეში
უსამართლოდ არაფრის გამო რამდენიმე დღის თუ მინდა კანონიერად თქვი და მით უმეტეს ხო ასე. მით უმეტეს როდესაც უსამართლო მიღა კანონიერად ძალიან ამაზე არაერთხელ გულაპარაკი აგერ ცოტა ხნის წინაც ქონდა ხო კრიმინოლოგთან ერთად საუბარი სისხლის სამართლების საკითხებზე და ზოგადად ხშირად ჩვენ ამ ეთერებში ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე რამდენად სწორია ყველაფრის ციხით დასჯა რა არის ეს რაღაც ადვილად ხო არ უყურებენ ადამიანები ციხეში ან სხვის წასვლას ან თუნდაც საკუთარს აი აქამდე მინდოდა ახლა საუბარი მომეყვანა რომ ძალიან მიხარია თუ ნაკლები ადამიანი დაიჭირეს ბოლო დღეებში და ნაკლებმა გადაკვეთა ქუჩა მაგრამ რაც ძალიან თვალში ხდება და ნერვებს მიშლის არის ის თითქოს ხდება ციხეში წასვლის რომანტიზაცია ანუ გარდა იმ ადამიანებისა ვინც მამაც საქციელად აფასებენ პროტესტანტის მიერ ქუჩის გადაკეტვას და თავგანწირვას წავიდეს თუნდაც ერთი კვირი ციხეში თვითონ აი იმ ადამიანების მიერაც ვინც ციხეში მიდის ზედმეტად ხდება ამის რომანტიზება და არავინ არ ლაპარაკობს იმაზე რომ რა რთულია უსამართლო ციხეში ყოფნა მესმის რომ ამაზე ლაპარაკი არ არის ალბათ ადვილი მე მათ ტყავში ვერ შევალ საბედნიეროდ არ გამომიცდია და არც მინდა გამომცადო მაგრამ რამდენად სწორია ეს? აი, როდესაც თქვათ ვიხსენებთ, რომ ნიკა მელია ამბობდა სანამ დაიჭერა, რომ ჩემთვის ხო ხლა სტრესია გარეთ ყოფნა, ან რაღაცა ასეთ შინაარსი იყო. პერიფრაზს ვაკეთებ. ჩემთვისო დასვენებაო ციხეში ყოფნა. ეგ მე მჯერა. ისეთი რამე ჯეროდა შესაძლებელია პოლიტიკურ თვალსაზრისით, მაგრამ ხო ზედმეტად გაიოლა ციხეში, გაუფასურა ადამიანს ციხეში გამომწყდების ფაქტი. იგივე აი დღეს ვკითხულობდი ლაკა ხოშტარიას წერილის მოკარი თვალი ციხიდან გამომგზავნილი, სადაც ის ამბობდა, რომ ძალიან ამაყია და ძალიან ბედნიერია და მისთვის რაღაცა ესე ჩინაარსი ხა პერიფრაზების შინუ შემომედავებით თუ ვინმე ზუსტად ციტირებას თუ ვერ ვაკეთებ და თუ ამას გამოეკიდებით, მაგრამ შინაარსი და პათოსი ეს იყო, რომ ჩემთვის ამაყვა რომ ქართული ოცნების დასანქცირებაში თუ მედება ბრალი და ამის გამო ვარ ციხეშიო, მაგრამ აი ისე მსრული პათოსი წერილის იყო ისეთი, რომ ძალიან რომანტიულია და ისეთი გმირული ამბავი ეს ციხეში ჯდომა. ასევე ყველა ვინც ერთი კვირით, 10 დღით, 2 კვირით, ან თუნდაც რამდენიმე დღით დააკავეს, ყველა ამბობდა, რომ წავალ ციხეში და უფ გამოვედი არაფერი არ. აი, რამდენად სწორია ეს შენი აზრი? ხო, ძალიან ისეთ რთულ და დელიკატურ საკითხს რაღაცნაირად ასე რომ ვთქვათ, შეეხი ახლა და არის ეს ჩემი აზრით ასეთი საკითხია, ხო? რატომ ვამბობ იცი ამას? მე მაინც მიჭირს ბოლომდე გახსნილად და ბოლომდე თავისუფლად საუბარი დღევანდელ სიტუაციაში, მაშინ, როდესაც ადამიანები არიან ციხეში. ამ შემთხვევაში ეს ციხეში ვინც არიან, ისინიც ჩემთვის ორ ნაწილად იყოფა. ერთი არიან ის პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი ადამიანები, პოლიტიკური ლიდერები, ხო? და მეორე არიან ის პროტესტის მონაწილე ადამიანები, რომლებიც რაღაც თავისუფალი აზრის გამოხატვისა და ამის ფარგლებში არიან იქ დატუსაღებულები, ხო? ნიკა მელია, რა თქმა უნდა, პირველ კატეგორიაში გადის და ამით მე რომ გითხარი ნიკას სიტყვების მჯერა, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია, რაც მაგათმა აკეთეს ბოლო 1 წლის განმავლობაში. რომ მართლა როგორ უნდა იყვნენ ასე თავისუფლად, ეს არის მათთვის, ამიტომ ვამბობ, მჯერა მართლა დასვენება და კომფორტი ამ შემთხვევაში. ოღონდ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობების თვალსაზრისით და არა ფიზიკურად. თავის არიდება და შემდეგ რომ დადგება რაღაცა გავა 1 წელი თუ საქმეზე მიდგება და მოვა ის და გეტყვის შენ რომ ჩემულეკა მე ციხეში ვიყავი, რეჟიმს ვებრძოდიო და შენ რასაკეთებდიო, აქეთ შენ დაგანამუსებს, გესმის? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ცხადია რომ ციხე ვისაც გამოუცდია არ ვიცი რამხელა სტრესის გადატანა უწევს ადამიანს 3 დღით და 2 კვირით კი არა 1 დღეც რომ გაათინო იქ ხო ხამე და რა თქმა უნდა მე ის მიკვირს ვინც ციხეში არ არიან დღეს ის პოლიტიკური ლიდერები როგორ არიან მშვიდად როცა მათ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არიან ციხეში
და რაღაც ასეთი ამ ხელისუფლების მე მოგონილი გზის გადაკეტვითა და რა ქვია ნიღბის წარებითა და ასე შემდეგ ამის გამო მათ ხომ იციან და ხომ შეერათ ის რომ რეჟიმია და რუსული რეჟიმია და დიქტატურა მათ ხომ შეერათ და შესაბამისად ხომ გათვლილი და გაცნობიერებული აქვს რომ ასეთ რეჟიმთან ბრძოლას თუ დაპირისპირებას რაღაცა რომ მოყვება ხო ასეთი ექსცესები და მე იმას ვამბობ რომ ის მიგვირს რომ როგორ ჩერდებიან ისინი ასე მშვიდად და აგრძელებენ რაღაც კიდევ რაღაც რა ვიცი ორიგინალური გზების მოფიქრებას პოლიტიკაში დასარჩენად, თავიანთი პერსონების პოლიტიკაში დასატოვებლად. რატომ ისე არის ალბათ ამაში ნიჭიც, რომ რატომ არ ელევანთ, ესე იგი, წარუმატებელი კი არ ქვია ამას, და არც დამარცხებული ქვია. აი შეცდომა და ხო რაღაც აი აბსურდული შეცდომების გადაბიჯება ისე რომ ისე მშრალი გამოხვინდა და ისე ყოყლოდ ჩინათ. ხო ხდები როგორი ის აქვთ ხოლმე ამბიცია და ტონი რომ თავხედო აი ისი თავხედე რა როგორ სლენგზე ქვია ნაგლობა აი ხო რატო არ აქვს საზღვარი აი უსაზღვროობა უტიფრობას არ აქვს საზღვარი კი ხო თორემ ამ ადამიანებისთვის კი ნამდვილად ხო არის ეს არის ერთგვარი თავშესაფარი კი არა იმას რა ქვია განსაცმელი განსაცმელზე ძახეთ ინკუბატორში რომ ის რაღაც გამოყავთ ხოლმე რომ კიდევ ახალი პოლიტიკოსები უფრო განახლებული პოლიტიკოსები გამოიჩეკებიან ახლა მე განწმენდილი მაგრამ ეს ამათ გარდა როგორც შენ აღნიშნე ორი კატეგორიაა ციხეში არიან ადამიანები რომლებსაც არც ამ ფარში არ მიუღიათ მონაწილეობა და რაღაც მათი გულწრფელი აღშფოთების და სასოწარკვეთის შედეგია ის რომ თავი იმ წუთას შეწირეს ისევ სისტემას მსხვერპლად რომ იქნებ რა აი არაფერი უბრალოდ სამწუხარო ეს არის რომ არაფერი მსხვერპლად შეწირვას აზრი აქვს მაშინ როდესაც მეორე მხარეს რაღაცა შედეგი არის ხო შეიძლება მინიმუმ მოლოდინი მაინც უნდა არსებობდეს იმის რომ ამით რამეს ცვლი და ამ შემთხვევაში მსხვერპლად თავი შეწირვა არის ნამდვილად გმირობა მაგრამ როდესაც უკვე დარწმუნებული ხარ რომ ფუჭია მაგ დროს უკეთესია რომ დაფიქრდე და შენი რესურსით, ადამიანური რესურსით აღარ გაანიაო და ბაყბაყდებს აღარ გადააყლაპო, ხო? თავი კინგ-კონგშია მგონი ძველი ჩვენი ბავშვობის ფილმია, ხო, გახსოვს იქ არის, რომ წირავდნენ კინგ-კონგს პერიოდულად. თუ სწორად მახსოვს, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მე რაღაცა ეტაპზე ეს იცვლება და ამას ხო არნაირი აზრი არ აქვს, რომ მორიგი მსხვერპლი იმისთვის, რომ ბატონმა ფაქტიურად ამ პროცესს უყურებთ ახლა ჩვენ და ამიტომ არ არის მიზანშეწონა მით უმეტეს ამ პროცესის რომანტიზაცია არსებობს ასეთ გამოთქმა რომ გაცილებითო მარტივად უყურებენ ციხეს ის ადამიანები რომელსაც იქ ერთი დღეც არ გაუტარებიათო და მათთვის ეს რაღაცა იოლია და ფაქტიურად ახლა ასეთი ადამიანების რომელსაც არასოდეს არც ერთი დღე არ გაუტარებიათ არ არიან ისინი კრიმინალები და არაფერი არ ესაქმებოდათ ნამდვილად ციხეში ეს ადამიანები მასიურად გახდნენ სამართლად დამრღვევები და თითო კვირა მაინც აქვს თითქმის ყველას გატარებული უკვე ციხეში და ამაზე არავინ არ საუბრობს არა და ხა მეც ხვის ნაცვლად არ მინდა რომ ვისაუბრო და ვთქვათ აი დაკავებული ადამიანის დეტალებზე და იმედი მაქვს რომ გვექნება იმის შესაძლებლობა რომ დავითანხმოთ ასეთი ადამიანები და ისაუბრონ რას ნიშნავს ციხეში გატარებული დღეები სამართლიანადაც ან ასე ვთქვათ დამსახურებულადაც და მით უმეტეს დაუმსახურებლადაც მაგრამ რაც მე მათგან მომისვენია ნამდვილად შორს არის ეს რომანტიკის არა ეს არის ხო მეც გითხარი რომ არის იმდენად დამთრგუნველი ადამიანისთვის რომ აი არ იცი რა გააკეთო გარდა იმისა რომ აი მე მაგალითად მქონდა ასეთი სამწუხარო გამოცდილება რაღაც ისეთ ახლა არ არის ამის ადგილი აქ მაგრამ აი ადამიანის ღირსების შემლახავი როდესაც სხვა გზას არ გიტოვებს სიტუაცია ჩემს ყოველ შემთხვევაში ასე იყო გარდა იმისა რომ პროტესტის ნიშნად არც ხმა გაიღო არც რამე შეჭამო არც რამე დალიო იმიტომ რომ სხვა ძალა მე არ მქონდა მაშინ და აი ასეთი დამთრგუნველი ხო არ ვიცი შემაძრწუნებლად ჩემთვის ხო აი დამცირების ღირსების შემლახავი და ასე შემდეგ იქ რა ყოფითი
ყოფითი არ ვამბობ არა პოლიტიკური ზეწოლა მე უკვე ახლა რა ვთქვა რომ იქ მცემდნენ უკვე კარგად ნაცემი ვიღავი უკვე შეთრეული იქ და შესაბამისად იქ უკვე შიგნით მაგას ვერ ვიტყვი იზოლატორში მოხდიან ტანჯვასზე ვერ ვიტყვი მაგრამ ის ყოფა რაც იყო იქ ხო სრულად არაძალადობრივი ამ გაგებით ფიზიკური გაგებით იყო იმდანაც დამთქმული რომ ხო აი სხვა რაღაცას აი ხო ვიცი რატომ ხდება ეს თავს მე ვხედავ ჩემ გარშემო არიან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შევახ ყოველდღიურ რეჟიმში არ მაქვს ურთიერთობა მაგრამ მეტნაკლებად აი ვაკვირდები რეაქციებს ხო ზოგს სოციალურ ქსელებს მეშვეობით ზოგს პირადად და როდესაც ხდება ხოლმე გამოდის ვიღაცა ციხიდან და ამბობს რომ არა აი კარგად მეკცეოდნენ და არაფერი ისეთი არ ყოფილა იცი რა არის მეორე მხრიდან რეაქცია ან მეორე მხრიდან თქვა აი ქართული ოცნების მხარდამჭერის ან უფრო ქართული ოცნებისგან გადახრილი ადამიანის რეაქცია. ხო, აბა მიშას დროს გენახათ, ახლა კარგია, ხო? ან თუ ამ რეაქციას ადამიანებში მე არ ვამბობ რომ ხელოვნურად დაამძიმოს და ძალიან კარგი თუ კი ციხე დღეს უფრო ჰუმანურია, ვიდრე იყო მიშას დროს, ან ფიზიკურად პირობები, რემონტი იქნება ეს თუ რაღაცა ელემენტარული პირობა თუ ოდნავ უკეთესი მაინც არის, ეს მხოლოდ კარგი. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ციხე რაიმე ფორმით კარგია, ამაში არ უნდა ითარგმნოს. და როდესაც ვხედავ მეორე მხრიდან ამ რეაქციას, მაშინ ხვდები რომ არ არის სწორი, როდესაც ასე აიოლებს ადამიანი იქ გატარებულ მის ერთ კვირას. მან ზუსტად იმაზე, ან თითქოს უბიძგებს შემდეგ მსხვერპლებსაც, რომ უფ არაფერი ისეთი არ ყოფილა, გაუძლებ. ცხადია გაუძლებ. ცხადია ყველა გავუძლებს თუ იქ მოვხვდით ალბათ და ემოციურად თუ ფიზიკურად მაგრამ ის რომ ვერ გაუძლო მით უმეტეს უსამართლოდ ციხეში ყოფნას ამაში არაფერი არ არის უხერხული და პირიქით ამაზე ლაპარაკი მგონია რომ იქნება გაცილებით სწორი და მით უმეტეს მე დაანახებ უფრო მეტ ადამიანს რომ თუ კი ერთი კვირა ციხეში ჩაჯდომა არის ასეთი მტკივნეული ესე იგი როდესაც ვიღაცას 6-7-8 წლით უშვებენ უსამართლოდ ან უსამართლოდ დიდი სასჯელით ეს რამდენად უფრო მტკივნეული იქნება მაგრამ ამისთვის ხომ პირველ რიგში თვითონ ადამიანებაც უნდა გაიაზრონ ეს და შეიძლება ზუსტად აი ამ გააზრების პრობლემა გვაქვს იმიტომ რომ მე ვერასდროს ვერ მოვისმინე ადამიანებისგან რაც ცუდია რომ ვიღაცებს როგორც წესი ამ დროს პოლიტიკოსები ვიმეორებ ამ პოლიტიკური პროცესი თუ ქვია ამას ხო ამ პროცესის მხარდამჭერი პოლიტიკოსები თავს იმართლებენ, ჩემთვის არ არის ეს თავის გამართლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას ამბობენ, რომ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ, რაშიც ცხადია ვერ შევედავებით, მაგრამ მე უბრალოდ სხვა პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, რომ როგორ აი პოლიტიკური პარტია რომ ხარ და პარტიის წარმომადგენელი, ლიდერი რომ ხარ, რომელიც წინ თუ არ მიუძღვება, მიყვება ამ რაღაცა პროტესტს, როგორ შეიძლება არ გაწუხებდეს პასუხისმგებლობა, რომ თუნდაც იმ საპატიმროებში მყოფი ადამიანების გამო და ასევე მეორე განსაკუთრებით კიდევ მათი ახლობლების გამო, ოჯახის წევრების გამო, რომლებიც გარეთ არიან და რამდენიმე ვიცით ჩვენ გარდაიცვალა კიდეც პატიმარი ადამიანის ოჯახის წევრი და ხო ეს ხო არ არის მხოლოდ ის ადამიანები და ანუ ძიმე სიტუაცია ყველანაირი გაგებით ცხადია და უბრალოდ ამ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდი და უბრალოდ მინდა ასევე რომ ხელისუფლებაზე ვთქვათ ისე არ გაგვიგოს ვინმემ რომ თითქოს ბრალის აქცენტი გადაგქონდეს. არა, ამასე მაინც გაგვიგებენ, ვინც უკვე მაიგებს და აზრი ვერ გამოაქვს, მაგრამ გადაუვალი აქ. ცხადია ეს მთავარი პასუხისმგებელი ამ პროცესში არის ხელისუფლება. მე არ დავიწყებ ახლა რაღაც სხვა რამეებს, უბრალოდ აი მარტივი მაგალითი რომ თქვათ კიდევ მეორე არ ვიტყვი იმას რომ რაღაცას იგონებენ, რომლის ძალითაც მე ახლა გარეთ რომ გავიდე, შეიძლება რაღაც დამნაშავე აღმოჩნდე. რაღაც აღმომიჩინო. არასწორად შეკრული თასმა თუ რა ვიცი, თმა გადავარცხნიტო რაღაცა ჯიბეში და აღმოჩნდა დამნაშავე. გესმით? ამას რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური სიტუაცია ისეთია ქვეყანაში, რომ ასეთი რაღაცა პროტესტები, მე რო ვთქვი ახლა მასშტაბების რაღაცა პროტესტი და მარში და ეს რაღაცა გზის გადაკეტვები, ხო? რაღაცნაირად აი სუფთა ჰაერივით არის ამ ხელისუფლებისთვის. აი რომ წარმოიდგინეთ ესენი რომ მოხსნათ და ვნახოთ რა სურათი დგება ქვეყანაში. თბილისის მაგალითია.
თბილისის საკრებულოში ყავთ 5 ოპოზიციონერი. 90%. 90% არის მმართველი პარტიის, როდესაც თბილისში ეს ხო დათვალა თვითონ ხელისუფლებამ რომ დათვალა იმ შედეგებით, ნახევარზე მეტი მხარს არ უჭერს. ეს თუ არა ნახევარზე. ხო, ნახევარიც არ გამ. არა, ხო, ნახევარი არჩევნებით და იმის. არა, თვითონ როგორც დათვალა მეთქი, მათ სასიკეთოდ ხო და შარშან ხო დათვალა და ნახევარზე მეტი მათ მხარს არ უჭერს და თუ ვინმე საკ გონებაზე შეხედავს ამას ხელისუფლებიდან, ხო შეიძლება ეს იყოს გამშვიდებდეს უბრალოდ ასეთი სიტუაცია. ეს ხო ნიშნავს იმას, რომ თავიდან ბოლომდე სიყალბეში ცხოვრობ, ესე იგი. ქალაქში, სადაც ნახევარზე მეტი მხარს არ გიჭერს, 90% გიწერია საკრებულოში. რა თქმა უნდა. ეს არ შეიძლება ამან დაგამშვიდოს და არ იფიქროს სერიოზულ პოლიტიკურ გამოსავალზე, იმიტომ რომ თვითონ არის ეს ხელისუფლება შესული ჩიხში თუ კარგად დავინახავთ. ხო და ამიტომ არის ასმაგად მეტი აზროვნება და ფიქრი საჭირო იმისთვის, რომ ეს კატასტროფული მდგომარეობა როგორ უნდა შეიცვალოს და სამწუხაროდ უფრო მეტი მსხვერპლს შეწირვით, ვერც ნამუსზე ავაგდებთ და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერ გამოვაფრთხილებთ ისე, რომ უცებ ადგეს და ვიღაცამ ახლა ჩვენი გასაკეთებელი გააკეთოს და ჩვენს ნაცვლად გამოასწოროს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. სხვათა შორის ერთი რაღაც თქმა მინდოდა და ამით ალბათ ნელა უკვე დასასრულისკენაც შეგვიძლია წავიდეთ, აი როცა ვსაუბრობთ ამ ციხის რომანტიზაციას რო დავიწყეთ. ლაპარაკი დღეს წავაწყდი, რატო გამახსენდა ეს თემა მაინც და მაინც დღეს. დღეს ყოფილა ნიკოლას სარკოზის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის მიმართვის განხილვა სასამართლოში. ახლა ჩვენ რომ საუბარს დავასრულებთ, ალბათ სასამართლოსაც ექნება უკვე გადაწყვეტილება გამოტანილი დაუკმაყოფილებს თუ არა თხოვნას სარკოზის და არ გაინტერესებს რა სიტყავს. კოშმარი ყოფილაო ეს ციხეო და გამათავისუფლეთ სახლში მოვიხდიო. აი ამას ითხოვს ნიკოლა სარკოზი. ახლა მიშასგან განსხვავებით ალბათ იქ ვივამედი არ აქვთ და ვერ მოიფიქრა ამდენ რომ გადაეყვანათ და 21 ოქტომბერს დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი 10 ნოემბერს უკვე შოკშია, რა ცუდი ყოფილა ციხე და როგორ უჭირს იქ ყოფნა. ოღონდ ეს არის პრეზიდენტი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდს საკმაოდ აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან გაამკაცრა სასჯელები, იყო მისი პერიოდი ჩვენის მსგავსად შეფასებული იყო ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდადაც და ნუ რამდენადაც მე მოვიძიე ძალიან ბევრ ხასე კარგად არ ვიცნობ ნამდვილად საფრანგეთის სისხლისამართლის პოლიტიკა როდის როგორ იცვლებოდა, მაგრამ რამდენადაც მოვიძიე ბევრ დანაშაულზე გაუმკაცრებია სასჯელები განსაკუთრებით რეციდივისტების მიმართ ახალი ციხების აშენებისკენაც მიუწოდა და ადგილების გაზლისკენ და სასამართლოსაც მოუწოდებდა რომ ხალხი უფრო მკაცრად დაესაჯათ ხოლმე ციხით ვიდრე მანამდე და 2025 წელს მიხვდა რომ ციხე ყოფილა კოშმარი და იქნებ სახლში მოიხადოსო და ხო რა ვიცი სანამ ადამიანები არ გამოფხიზლდებიან და არ მიხვდებიან რომ მართლა კოშმარია და არ შეიძლება ადამიანები ასე იოლად არაფრის გამო დააპატიმრო ნიღბის სტარების გამო იმიტომ რომ წესია და შენ მოიგონე ეს წესი და ერთ პარტიული პარლამენტით აგერ გუშინ წინ მიიღე კანონი, რომლის საფუძველზე დღეს შეგიძლია ციხეში შეყარო და გამოყარო ადამიანები თითოკვირით და ყველა ნასამართლებლად აქციონ ადმინისტრაციული პატიმრობით გამოაცდევინო ციხის სიმწარე. ეს რომ არ არის ნორმალური, ამას უნდა მიხვდეს პირველ რიგში ქვეყნის უმრავლესობა და ამ უმრავლესობაში ალბათ დიდი ნაწილი არის ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც ამ ყველაფერს ახლა ყურებზე და თვალებზე ხელებ აფარებული აკვირდება და გულს და ტვინს გარეთ ატარებს და არ არის ეს პროცესი ასეთი მარტივი და აუცილებლად ცუდად მოგვიბრუნდება მთლიან ქვეყანასაც და თითოეულ ჩვენგანს. ისა ეკა რა მინდოდა იცი რადგან თან ეს ციხეში ყოფნა აი ეს თემა წამოვიდა ამ ბოლოს სულ მინდოდა აი პირადად ჩვენთვის მეკითხა მართლა ახლა ამომიტივტივ და მაყურებელს არ ეგონოს რომ დაგეგმილი მქონდა. ჩვენ ხო ყავს აი ვახსენეთ რაღაც სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები და ასე შემდეგ. ანუ არის თუ არა ამ სამართალში შენ როგორც ასე ვთქვათ საერთაშორისო და ასე შემდეგ იურისტის გამოცდილებით მქონე ადამიანს
ადამიანი პატიმარი, რომელიც არის არც სინდისის, ანუ არც თავისი აზრის ან რამის გამო, არც პოლიტიკური საქმიანობის, უბრალოდ ცხოვრების წესის გამო რომ არის გამოკეტილი ციხეში, არის თუ არა ასეთი მათთვის თუ შეიძლება მოვიგონოთ ჩვენ ცხოვრების წესის პატიმრები, შეიძლება ანუ ესე იგი ნახე, აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ რომ არ ვიცი რა ჩხილების კვნეტის გამო რომ ვიჭერდეთ ადამიანებს. მე ციხეში მეკრება გატარებული ნახევარცხოველება. აი ხო ცხოვრების წესი. იგივე ახლა გამკაცრება რო ვახსენეთ და რეგულაციები რა ხდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა თუ რაღაც ამით ვაჭრობის გამო და როგორ აი ამით თითქოს ისე გაშალა ფრთები მთავრობამ რომ აი არავინ პოლიტიკურ სპექტრშიც და საზოგადოებაშიც არავინ დარჩა თითქოს ამის წინააღმდეგ ხმის ამომღები, ხო? ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესით გამო ატარებენ წლობით საპატიმროებში. და ჩვენ ვიცით, რომ აი უახლოეს წინააღმდეგებშიც არაერთი ადამიანი ახლა სხვადასხვა რამეა მესმის, ცხადია, მაგრამ აი სრულიად თავისი ასეთი არჩევანის გამო, ხო? ხო, ანუ იმ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ეს შემთხვევაში სხვა არ აქვს გამართლება, იმიტომ რომ ცხადია. ან მეორე მხარეს დგას ინტერესი, რომ ვიღაცას აქვს იმ ქუჩაზე გავლის უფლება და ამიტომ სხვისი ინტერესები ზიანდება, ეს არის არგუმენტი ხოლმე, ხო? ახლა მაგ შემთხვევაში რასაც საუბრობთ, სხვაც არავინ არ ზიანდება ადამიანით. ხო და ეს სფეროც როგორ ხო? ხო და აი ჩვენ როდესაც ეს ვერ გავაგებინეთ ადამიანებს მიუხედავად რომ რა თქმა უნდა სტიგმატიზებულია, რა თქმა უნდა ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარება, ჯანმრთელობით დაწყებული რიგ შემთხვევაში უარყოფით გავლენასაც ახდენს ფსიქიურ ჯანმრთელობაზე თუ კი რაღაცა ისეთ საფუძველი დახვდა, ხო? მაგრამ ეს კონკრეტული ადამიანის არჩევანია, სანამ ის სხვას უშუალოდ სხვას არაზიანებს მისი ქმედებით რა უფლება აქვს? აი ზუსტად ჩხილების კვნეტა ეხლა ერთი შეხედვით სასაცილო მაგალითია, მაგრამ ძალიან სწორი ანალოგია, ტექნიკურად სწორი ანალოგია. იმიტომ რომ ძალიან ცუდი შესახედია, ძალიან ცუდი მაგალითია, ძალიან გადამდებია. შეიძლება მოგიცალოს. გაცილებით საშინელება. ამის გამო ჭიქა მესროლო და რაღაცა და საშინელება და გაცილებით იოლად გადამდები ჩვევა სხვა ადამიანებს და სხვადასხვა არის. ვიდრე შეიძლება მთელი ცხოვრება უყურებდე ვიღაც სიგარეტს როგორ ეწევა, მაგრამ არ მოგინდეს შენ მოწიო, მაგრამ აი ჩხილების კვნეტას თუ ხშირად უყურებ, გადაიღებ, ხო? ეს ძალიან ყოფით მაგალითით ხსნით ახლა ამას, მაგრამ ამის გამო მართლა ადამიანებს არ იჭერენ, მაგრამ როგორც კი ვახსენებთ, რომ ვიღაცა ვთქვათ ეწევა და ამის გამო დაიჭირეს, რაღაცა თითქოს ეს ნორმალიზებულია რა და უბრალოდ პრინციპულ დონეზე თუ მართლა იმას გავაგებინებ ბევრ ადამიანს, რომ თუ შენ უშუალოდ არ გაზიანებს ამის გამო არ შეიძლება ადამიანის ციხისთვის გემეტებოდეს, მე არ ვიცი უბრალოდ საიდან და დავიწყოთ. ამიტომ აი დღეს მაგალითად ამ ბოლო კვირებში ციხის თემით ვცდილობ სულ ავხსნა, რომ აი რა საშინელება ადამიანის ციხეში გამოკეტვა. კარგი, სხვა რაღაცაზე შეიძლება შევთანხმდეთ სხვა ტიპის სანქციებზე, სხვა ტიპის პასუხისმგებლობებზე, უფრო მსუბუქზე, რომელიც უფრო ვთქვათ ადამიანის ტრანსფორმაციაზე, გამოსწორებაზე ორიენტირებული, ან თუნდაც სამაგიეროს გადახდაზე, როგორც ახლა ძაღლების შემთხვევაში იყო, ხო, მაგრამ აი ციხეში გამოსაკეტად რო ადამიანს იმეტებ, ეს არის რაღაცა უკიდურესი აუცილებლობა, როდესაც ან პირდაპირ საფრთხე გემუქრება მისგან და გარდაუვალია მისი წინაქმედებებიდან გამომდინარე, ან ნუ არ ვიცი, უბრალოდ როგორ შეიძლება საკუთარი თავთ მართლა ცხოვრების წესის გამო ადამიანი გაუშვა ციხეში და უბრალოდ ჩვენ ვერ ხედავთ რამდენად სასტიკები ვართ რაღაცა გადაწყვეტილებებზე. როდესაც ეს უშუალოდ ჩვენ არ გვეხება. ან ხელმოწერის, ან უბრალოდ თუნდაც არ დაინტერესების გამოც და მეტიც დღეს კიდევ ცდილობენ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ლიდერობას ადამიანები, რომლებმაც ისეთი ნარკოპოლიტიკა შემოიღეს და გაატარეს, რომლებმაც ნარკომომხმარებლები აიძულა რაღაცა საშინელი ნივთიერებები შეერიათ თუ მე არ ვერკვევი ამაში
და იმდენად მძიმედ მათთვის დამაზიანებელი მათი ორგანიზმისთვის მიიღოთ ეს რომ აი დაენგრიათ მთელი ამ ადამიანის იმაზე უარესი შედეგი მიიღოთ ვიდრე გავრცელებული ნარკოტიკი ჩვეულებრივ სიტუაციაში ხო რომ ანუ არ მინდა სხვა ეს მჭახე სიტყვა გამოვიყენო დაუნგრიეს ფიზიკურად ადამიანის ორგანიზმი ცხოვრებაზე რომ აღარ თქვათ და ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები კიდევ დღეს აგრძელებენ არათუ პოლიტიკურ რაღაც ამბიციებს, არამედ ნარკოპოლიტიკაზეც მათ შორის რაღაცა გამართლებას კიდევ აი იმ რაღაცა არაადამიანური გადაწყვეტილებების. ხო, ეს არის ჩვენი მოკლე საზოგადოების მოკლე მეხსიერების და მორალის პრობლემა და ამ თემებს აუცილებლად ჩვენ კიდე დაუბრუნდებით უფრო ღრმად მოგვიწევს ჩაშლა ალბათ უახლოეს მომავალშიც, იმიტომ რომ მუდმივად არის ეს პრობლემა და ჩვენ როგორც ვამბობთ ხოლმე გირჩი საგანმანათლებლო პროექტად იქცა ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ რომ პოლიტიკური ცხოვრება გაყინულია ახლა ქვეყანაში უკვე დიდი ხანია და ჩვენ ამიტომ ერთადერთი ყველაზე სწორი გზა დაგვრჩენია რომ გადავარჩინოთ ჩვენი საზოგადოება, გირჩული საზოგადოება და უფრო მეტ ადამიანს გავაგებინოთ რა არის სწორი და არასწორი და ეს არის ყველაზე სწორი ალბათ ისევ საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელების გზით და ამას ვაპირებთ რომ კიდევ უფრო მეტად მოვინდომოთ და მეტად გავაფართოვოთ ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა და სწორი გზა არის ჩემი აზრით და რაღაც წვეთი რაღაც შედეგს მოიტანოს. და შემდეგ აუცილებლად უნდა მოიტანოს ამან შედეგი არა ის რომ თქვა არჩევნების შედეგებში ითარგმნოს. ამას არ გულისხმობთ რომ აი მეტმა ადამიანმა მაგრამ ამას ამისთვის არ ვაკეთებთ. ამისთვის შეგვეძლო უბრალოდ რაღაცა პოპულისტური ნაბიჯები გადაგვედგა. იმისთვის რომ ადამიანმა უფრო მორალურად სწორი და გამართული და გრძელვადიანად შედეგიანი და სწორი არჩევანი გააკეთონ და სწორ ღირებულებებზე გადავიდეს საზოგადოების მნიშვნელოვანი გავლენიანი ნაწილი მაინც თუ სრული 100% არა. კარგით, მაშინ დღეისთვის დავასრულოთ. რაღაც ზარები არის ხო დღეს. რატომღაც ზარები არის. დღეისთვის გემშვიდობებით, მე ეკა ონიანი და გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებელი ვიყავით დღევანდელ ეთერში თქვენთან ერთად. ვეცადეთ რომ მიმოგვეხილა ახლა მიმდინარე აქტუალური საკითხები, რაღაცები ალბათ გამოგრჩა, მაგრამ ხვალ ზეგ და ასე შემდეგ დაუბრუნდებით სხვა საკითხების განხილვასაც და გემშვიდობებით ხვალამდე, ხვალ 8 საათზე ისევ გვეყურებთ TV26 ეთერში. კარგად.